მადლობა რომ დარჩენის უფლება მომეცი. რა დაემართა შენ სახლს? ბოროტმა ფერიამ დაწვა იგი. რატომ? მისი ხიდან მე ვაშლებს ვკრებდი. მან შემამჩნია და შემდეგ ჩემი სახლი გადაწვა. ელფების მშენებლები ახალ სახლს აგიშენებენ. იმედი მაქვს. შეგიძლიათ ჩემთან დარჩე. ბევრი ადგილი და საჭმელი გვაქვს. ვინ არის ეს? არ ვიცი, არავის ველოდებოდი. ვინმე შედავ? არა, არავინაა. გთხოვთ, დამეხმარეთ. ამელია, ყურებზე შეხედე, ის ელფი არ არის. ხედავ, ის ადამიანია. რას აკეთებს ადამიანი ელფების სახლში? გთხოვთ, დამეხმარეთ. ბოროტი ჯადოქარი მომწდევს. ნუ დაელაპარაკებ, ეს შეიძლება საშიში იყოს. ო, რას აკეთებ? ის გაყინულია. შენ უნდა დავეხმაროთ. ის ადამიანია, ისინი საშიშები არიან. გათხოვება სჭირდება. დამეხმარე რომ დივანზე დავსვა. მაგრამ ამელკა. დამეხმარე. კარგი. სამზარეულოში სამკურნალო მცენარეებია. ნახში მოამზადე. ადამიანისთვის მომზადება? არა. შენ თქვი რომ დამეხმარებოდი. ამიტომ დამეხმარე. კარგი. მალე მოვალ. რას უნია ეს? ეს ჭაობის შელეა. ნებისმიერს გააღვიძებს. მადლობა. ქუჩაში რომ არ მაგდებთ. ვინ ხარ? და რომელ ჯადოქარზე საუბრობდი? მე ჩერი ვარ. დღეში დავიკარგე. ძველ ქუჩში შევედი. სწორედ იქ გავიცანი. მალეფისენტი? ეს ჯადოქრის სახელია? კი, მართალია. როდესაც ჯადოქარმა დაინახა რომ მის სახლში ვიყავი, დემონური ძაღლი მომიყვანა. მოიცა, როგორ გაიქეცი? მთელი დღე გავიარე, სანამ თქვენი სახლი არ დავინახე. დაისვენე, აქ უსაფრთხოდ ხარ. ნახაში უკვე მზადაა. დალიე, ეს სიტყვის შენაჩუნებაში დაგეხმარება. მადლობა. ყველაფერი მართლაც უკეთესადაა. მოიცა, ყურებზე რა გჭირს? ჩვენ ელფები ვართ. ვაუ, პირველად შევხვდი ელფებს. ჩვენ ვცდილობთ რომ თავი ავარიდოთ ადამიანებს. პირველი ხარ, ვინც ელფები ნახა. იმედია უკანასკნელი. გაჩერდი, ის ჩვენი არ სტუმარია. მომწონს ადამიანები. მადლობა, თქვენი დახმარების გარეშე ქუჩაში გავიყინებოდი. აი, სათხოვეთ, შეთავხედო გოგო. გეგონა რომ ჩვენგან გაიქცეოდი? ეს არის ჯადოქარი. ისეძახი ჯადოქარს, მე მალეფისენტი ვარ, ნელი ფერიების დედოფალი, ამ დღის უფროსი. ამელკა, ეს ის არის. მან ჩემი სახლი დაწვა. ეს ამ პარტავანი პატარა ელფის აქ არის? ხედავ რომ ყველა ქურდი აქ არის. მოიცა, რა დააშავა ამ ბოგო? ის ჩემს სახლში შემოვარდა, რომ გავეძარცვე. ეს სიმართლე არ არის. გავცივდი და ტყეში დავიკარგე. დახმარების სათხოვნელად შემოვედი. იტყუები, შენი დანაშაულებისთვის უნდა გადაიხადო. დაანებე მას თავი. თქვენ საქმეს მიხედეთ, ბავშვებო. გაჩუმდი ამელია, თორემ შენ სახლსაც დაწვავს. არ დაუშვებ რომ დაშავდეს. წადი, შეხედე, პატარა ელფები ადამიანს იცავენ. შემიძლია ახლა მოგიშოროთ. თქვენ ამ ყველაფერს ძალიან ინანებთ. ამას ვერ გააკეთებ. როგორ შეგეძლია ასე დარწმუნებული იყო? შენ გეშინია რომ ელფებსა და ფერიებს შორის მერე ომი დაიწყება. უფრო ჭკვიანი ხარ ვიდრე მე მეგონა. ელფები და ფერიები მრავალი წლის განმავლობაში მტრობდნენ. აღარ გინდა ჩვენ შორის ომი, არა? ასეც იყოს. თქვენი გამბედაობა ქებას იმსახურებს. მაგრამ გახსოვდეთ, მე დავბრუნდები. გონი გადავრჩით. მადლობა რომ დამიცავით. ფრთხილად იყავი. ფერიების დედოფალი ასე ადვილად არ დანებდება. და თუ აქედან წავა, უსაფრთხოდ ვიქნები? არა, გონი ჩვენთან უნდა დარჩე. სერიოზულად? კი, სერიოზულად. ის აქ უსაფრთხოდ იქნება. ეს სიგიჟეა, ელფები ადამიანებთან ერთად არ უნდა ცხოვრობდნენ. რამდენიმე დღე, სანამ ბოროტი ფერია დამშვიდდება. კარგი, დავრჩები. შესანიშნავია. ზემოთ შენთვის ადგილია. გაჩვენებ. აი, ეს იქნება შენი ოთახი. მეგონა ელფების ოთახი სხვანაირად გამოიყურებოდა. ყვავილები და ცხოველები გეგონა ირგვლივ? კი, დაახლოებით. მეგონა რომ ხეებზე ცხოვრობდით. ეს წარსულში იყო. თანამედროვე ელფები თანამედროვე სახლებში ცხოვრობენ. რბილია, მომწონს. კარგი. თუ რამე დაგჭირდება, დამიძახე. ლანგარს და გარშოქს მოგიტან. ლეო, რატომ ჩააქრე შუქი? ეს შენ გამორთე. მერე რა? მას ჭამა და ტუალეტში გასვლა სჭირდება. ადამიანებმა ვიცით საპირფო ეშვის გამოყენება. მეგონა რომ ადამიანები მაიმუნები ვიცულელები იყვნენ. შეწყვიტე, ჩვენ სტუმას შეურაცხყოფას აყენებ. რას ვაშავებ? მე არასდროს მინახავს ადამიანები. ციგნები უნდა წაგეკითხა. არა უშავს, მე ამ წინს მიგიზენი თავი როგორც საკუთარ სახლში. კიდევ ერთხელ მადლობა. დავიღალე, დასვენება მჭირდება. ისევ შენ, მოიცა, გეგონა მარტო დაგტოვებდი? დამანებე თავი, მე არაფერი დამიშავებია, იტყუები. ვიცი რომ ამულეტი მომპარე.
როგორ გაიგე? ყველგან მაქვს თვალები, დამიბრუნე ამულეთი და იქნებ დაგინდო. ახლავე დამიბრუნე და გადარჩები. არ შემიძლია. მე როცა გავიქეცი დღეში, მაშინ დავკარგე. მართლაც, ამულეთი აქ არ არის. ანუ მართლა დაკარგე? მართლაც ამბობ? ტყის დედოფალი ხარ. სთხოვე შენს ჯაშუშებს იპოვონ იგი. მოიცა, ჯერ შენთან მოვაგვარებ. შეჭამე ეს ვაშლი და მერე მარტო დაგტოვებ. სულ ესაა საჭირო. სულ ესაა? ასეთი მარტივია? კი. მხოლოდ ერთი ლუკმა. სულელი გოგონა. ფერიები არასდროს ვპატიობთ. კარგი. როგორც იქნა სადილი, ეს შენთვის კი არა, სტუმრისთვისაა. მაგრამ მეც ფშია. ჩერისთვის საჭმელი წაიღე და შემდეგ შენსას მიიღებ. კარგი. კარის გაღებაში დამეხმარე. შენ თვითონ ვერაფერს აკეთებ. შოკირებული ვარ. კი, მაგრამ ხელები და ფეხები არ გაქვს? ჰეი, ადამიანო, შენი სადილი მზადაა. გაიღვიძე, ჭამის დროა. ჰეი, ცოცხალი ხარ? გაიღვიძე, რა ხდება აქ? მას ძინავს და არ იღვიძებს. აქ რაღაც რიგზი არ არის. ადამიანებს ყოველთვის ასე ღრმად ძინავს? ეს უბრალოდ ძილი არ არის. გზდოთ მის სულს? კარგი, ვაშლის სუნი აქვს. მოიცა. ეს ჭაობის ვაშლია. ამ ვაშლების ჭამა არ შეიძლება, ისინი შხამიანია. ის ჭაობის ვაშლს შეჭამს, მარადიული სიზმრებით ჩაეძინება. ეს მალეფისენტია, მან მას ვაშლი მისცა. გოგონა მარიცოდა რომ ის შხამიანი იყო და შეჭამა. რაც ფიერია. მისმინე, ბაღში ჯადოსნური ბალახებია. ისინი გააღვიძებს მას. გონია წამლის დამზადება შეგიძლია? რა თქმა უნდა, ელფებს ამას მეორე კლასში ასწავლიან. სკოლაში არ მივლია. ბაღში წადი და სამზარეულოს მოამზადებ. ბაღიდან ჯადოსნური ბალახები შევაგროვე. მომეცი ისინი რას ამზადებ? ანტიმაგიური წამალი. ის ფერიას შელოცვას მოაშორებს და ჩერი გამოღვიძებას შეძლებს. როდესაც მალეფისენტი გაიგებს, გაბრაზდება. ის ვერ გაიგებს, რადგან აქ არ არის. შენ არასაკმარისად აფასებ მალეფისენტს, მას ყველგან ჯაშუშები ყავს. როგორი ჯაშუშები? ცხოველები, მწერები და ხეებიც კი, ისინი ყველა ამ ფერიას ემსახურებიან. არა უშავს, მაინც დავეხმარები მას. კარგი. წამალი მზადაა. ახლა შეგვიძლია გავაღვიძოთ. კარგი. გეგონდათ რომ ვერ გავიგებდი აქ რას აკეთებდით? როგორ გაიგე? ყველგან ყავს ჯაშუშები. გითხარი, გვიყურებს მეთქი. შენ მიეცი ჩერის მოწამული ვაშლი? მითხარი. და რა მოხდა მერე? კი, მე ვიყავი. ამ გოგოს მოთხოვება ძალიან ადვილია. რაც ფიერობა. კარგი. მან მოპარა და დასჯას იმსახურებდა. რატომ დაბრუნდი? რათა იგი არ გააღვიძოთ. კარგი, ეს რა ძაღლია? ასე რომ, ჩემი ერთგული ძაღლი გოგოსთან ახლოს არ მიგიშვებთ.
და მე მას ვიცნობ, ეს ცერბერუსია, ზაღლი ჯოჯოხეთიდან. რამდენი ხანია რაც ბდევ მაგიას იყენებ? მე განსაკუთრებული ფერია ვარ. თუ სიცოცხლე გინდათ, გოგონა დაივიწყეთ. კარგი, მაგარია. ახლა სახლში დემონური ზაღლი ყავს. უსაქმოდ ყოფნას არ ვაპირებ, მე რამეს მაინც გავაკეთებ. მოიცა, ეს ზაღლი ვერ დაინახე? ის შეგჭამს. მასთან მეგობრობას შევეცდები. რა? ამაზე არც კი იფიქრო. ამელკა, ამაზე არც კი იფიქრო. ეს უბრალოდ ზაღლია. ვიცი როგორ მოვექცე მათ. ის დემონური ზაღლია. ნამდვილად არ იცი როგორ გავამკლავდე მას. პატარავ, გინდა თამაში? მას არ სურს თამაში. იქნა სათამაშოები სჭირდება? სერიოზულად ამბობ? მეტი. ურც ვითხოვ შენგან, კარგი? არ ამგონია, ამორჩხულს ბურთით თამაში უნდოდეს. ყველა ძაღლს უყვარს თამაში. მას სამი თავი აქვს. მართალი ხარ, სამი სათამაშო უნდა მივცეთ. ეს სიგიჟია. ლეო, შენ შეგიძლია რომ დამეხმარო. მე იმ ზაღლთან ახლოს არ მივალ. ლეო, დახმარებას დამპირდი. შენ დამპირდი. მოდი, აიღე. რა ჯენტლმენია. წავიდეთ. კარგი. უკვე მომაბეზრე თავი, ან მუდმივად დამეხმარე, ან წადი. კარგი, აღარ ვეცდები შენს დარწმუნებას. ანუ მიდიხარ? არა, რჩები. კარგია, მოდი ძაღლთან ერთად ვითამაშოთ. ჰეი, გინდა თამაში? არა, მას ბურთები არ აინტერესებს. კარგი, მაშინ სადოთ გეგმა B? გეგმა B გააქვს? არა, მაგრამ გვეთნება. კიდევ რა მოსწონთ, ზაღლებს? ზაღლებს უყვართ ხორცი. როგორ მაშინვე ვერ გამოვიცანი? წავიდეთ. კარგი, მოიცადე. გონია რომ თუ აჭმევ შეგიშვებს? რა თქმა უნდა არა, ის სულელი არ არის, მას სამი თავი აქვს. მას სამი ტვინი აქვს. ცუდია რომ ის ძალიან ჭკვიანია. კარგი, სოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ზაღლიც კი ვერ უძდებს გემრიელ საკვებს. აბა რა არის გეგმა? საჯილე სოკოს სუნელს გამოვიყენებ. ზაღლი სუნელს საჭმელთან ერთად შეჭავს, დაიძინებს და ჩვენც გავივლით. უცნაურ გემოს ხომ არ იგზნობს? სუნელს გემო არ აქვს, ის ვერაფერს შეამჩნევს. ზაღლისთვის ხალხუთნების საკვები გევრიელია. რა? როგორც ჩანს მას არ შეა. ან არ მოსწონს. ასეთი ხორცი. გამიგია რომ დემონი ზაღლები ელფების სულებს ჭამენ. ელფების სულებს? მოდი, შენი სულით გამოვკვებოთ იგი. არა, არ ქნა. ხუმრობ, მაგრამ ერთი იდეა მაქვს, შესანიშნავი იდეაა. რა იდეა? ეს ცუდი იდეაა. შესანიშნავი იდეაა. დამეგობრდებით. რატომ მე და არა შენ? რატომ მე არა? სინამდვილეში ეს იმიტომ ხდება, რომ კუდი ჩემი ზომის არ არის. სიმართლე არა, ეს ყველას მოერგება. უბრალოდ ყურადღება გადაატანია და შემდეგ დაიმალე. შენთვის ადვილია თქმა. შენ შეგიძლია გავუმკლავდე ამას. რატომ უნდა გარისკოს ელფმა ადამიანისთვის? შენ თუ კი რომ დამეხმარებოდი. უკვე ვნანობ. მიდის, სადე მასთან საუბარი, შესთავაზე თამაში. ზაღლის ენა არ ვიცი. მას ელფური ენა ესმის. კარგი. ვეცდები. ჰეი, გამარჯობა. არ გინდა რომ ქუჩაში ბურთის დასაჭერად ერთად ვირბინოთ? როგორც ჩანს ელფური ენა არ ესმის. ზაღლივით უნდა მოიქცე. და როგორ იქცევიან ზაღლები? ზაღლი არასდროს გინახავს? ისინი 4 ფეხზე დარბიან და კურდს აქნევენ. ვა, ვა. როგორც ჩანს, მას მოსწოლ ხარ. ახლა რა ვქნა? გადი გარეთ და ის გამოყვება. კარგი. ვაიმე, დედიკო! დროა, ჩერი გავაგვიძოთ. რა მოხდა? ბოროტმა ფერიამ მოგწამლა. მალეფისენტი? ეს საზიზღარი ჯადოქარი. მადლობა დახმარებისთვის. კინაღამ მოვკვდი. მაგარი კოსტუმია. არაფერია, კარგი. მე აღარ ვიქნები სატყუ არა. აღარ.
რაზე ლაპარაკობს? გრძელი ამბავია. მოდი მაგიდასთან მივიდეთ. ჰეი, რა მოხდა? გაიგეცით. როგორი მოსტრია ეს? დემონი ძაღლი. მას შენი დაცვა უბძანეს. რა საშინელება? მოიცა. მეგონა რომ ის მოიშორე. კარგი, გარეთ გავიყვანე და თქვენთან დავბრუნდი. სახლის კარი დაკეტე? კარგი. მე დამავიწყდა. ოჩახ, ახლა რა ვქნათ? მასთან გამკლოვება შემიძლია. ძაღლებთან ურთიერთობა ვიცი? ის უბრალოდ ძაღლი არ არის, მას სამი თავი აქვს. მენდეთ. შეხედე, აქ არის ის. აქ დამელოდეთ, მე მოვაგვარებ. ჰეი, გიბრძანებ, წახვიდე და აღარასდროს აღარ დაბრუნდე. კარგი, ეს რა იყო? ჯადოსნური ამულეტი? საიდან მოიტანე? ახლა ხან დღესი ვიპოვე. ეს ჩემი ამულეტია, შენ მე მოვაყუე. კარგი. მე შენ თქვი რომ ის დაკარგე, მაგრამ სინამდვილეში გქონდა? მოიცა. მართლა გაძარცვა შენ მისი სახლი? მე მხოლოდ ეს ამულეტი წამოვიღე, სხვა არაფერი. არ დამიჯერეთ. გითხარით რომ ეს გოგო ქურდია, მეგონა რომ დანაშავი არ ვიყავი. კარგი, იცოდეთ, ვის ეხმარებით ელფებო? კარგი, შენ მოგვატყუე. ჩვენ სიცოცხლე შენს დასახმარებლად საფრთხეში ჩავეგდეთ. ბოდიში, მე არაფერი ცუდი არ მინდოდა. უბრალოდ ბევრი ფულის შოვნა მინდოდა. ქურდობით? ვიცოდი რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლებოდა. სიმართლეა, გაგაფრთხილეთ. ახლა კი თქვენ ორნი ქურდებისთვის დახმარებისთვის დაიჭებით. მოიცადე, ჩვენ მოგვატყუეს. უკვე გვიანია. ამჯერად მაინც გაკვეთილს გასწავლით. ჰეი, ვინ ჩააქრა შუქი? ვერაფერს ვერ ხედავ. რა გააკეთე? ცოტაოდენი მაგია ელფებისთვის გაკვეთილის სწავლებისთვის. დამეხმარეთ. ვერაფერს ვერ ხედავ. ეს მათი ბრალი არ არის. გააკრე შელოცვა. თუ გინდა რომ შელოცვა მოხსნა. ამბულეტი დამიბრუნე. არა, მაშინ ელფები მოჯადოებულები დარჩებიან. თუ გადაიფიქრებ, დამიძახე. ლეო, სად ხარ? მიპასუხე, მას არ შეუძლია ლაპარაკი. ლეო. საერთოდ არაფერს ამბობ. ჩვენ შენთან არ ვსაუბრობთ. გპირდები რომ ყველაფერს გამოვასწორებ. როგორ? ამბულეტს დააბრუნებ? არა, მაგიას გამოვიყენებ. ადამიანებს არ გაქვთ მაგია, ამე თქვენსაც გამოვიყენებ ელფების მაგიას. არაფერი არ იცი. თუ მეტყვი, ყველაფერს გავაკეთებ. გეუბნება, რომ ჯადოსნური წამის დამზადება შეგიძლია. მაგიის საწინააღმდეგო წამალი შეგვიძლია ვცადოთ. მისი დახმარებით გამაღვიძეთ? როცა მეძინა. კი, გეტყვი რა უნდა გააკეთო და შენ მოამზადებ. კარგი? კარგი. აიღებ ხნილი, მანდაგორას ფოთლებიდან. არ წერია, სად რომელი მცენარეა. სუნით შემიძლია ვიცნო. ეს არ არის. ეს უბრალოდ ჩაია. ეგ არის. და შემდეგ მცენარეები ქვაბში ჩაყარე. ახლა ლიმონის ნაწილი გჭირდება. აქ ლიმონები არ არის. მის გარეშე არაფერი გამოგვივა. ლიმონი, პორტოხალი, რა მნიშვნელობა აქვს? იპოვე, მოაცალე კანი და ჩაყარე ქვაბში. კი, ლიმონი მზადაა. ახლა ფუტკრების თაფლი გჭირდება. შავი თავსახურიანი კილა მანდდევს. ასე რომ, როგორც ჩანს, თაფლი აღარაა. იქნებ ეს გამოგვადგეს. თაფლიც ტკბილია და კამფეტების რა მნიშვნელობა აქვს? რა არის შემდეგი? დაუმატე მარილი და აურიე. კარგი.
როდესაც მზად იქნება, ჭიქაში ჩაასხი. შეგიძლია დალიო. ლეო, პირველი შენ. მას არ უნდა, მაშინ პირველი მე ვიქნები. ლეო, რას აკეთებ? გაჩევდი. რაუნდს და ორი გემოა? როგორც ჩანს, წამალმა არ გაამართლა. ყველაფერი რეცეპტის მიხედვით მოამზადე? კი, რა თქმა უნდა. კარგი, სხვა გზა ვცადოთ. ახალი წამალი ვცადოთ? არა, ჩვენ ძველ ელფურ რიტუალს ჩავატარებთ. რიტუალის შესასრულებლად საჭიროა სამი სიმბოლო: დედამიწის სიმბოლო, წყლის სიმბოლო და ცეცხლის სიმბოლო. რა არის შემდეგი? დაჯექი ჩემს წინ და კაი მეორე შელოცვა. ცეცხლის, წყლისა და მიწის ძალები მოაშორებს ჯადოს და მოგვანიჭებს დაცვას. რაღაცის ძალები, ბლა ბლა ბლა, მოკლედ ფოკუს მოკუსი და ეს ყველაფერი რას თქვი? რა ხდება? ლეოს ჯადო მოეხსნა? როგორც ჩანს, ჯადოქრობა მარი მოქმედა. გაგზავნებული ხარო, ყველაფერი სწორად თქვი? კი, რა თქმა უნდა. და სიმბოლოები სანთელია ანთე? კი, ავანთე. უცნაურია. მაშინ რატომ მარი მოქმედა მაგია? მეც ავალ. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მოვიფიქრებ. მე მხოლოდ ვაუარესებ საქმეს. ელფებმა დამეხმარენ და მე ისინი საფრთხეში ჩავაგდე. ჰეი, გიცნობ, ბოროტი ჯადოქრის ჭაშუში ხარ. შენს დედოფალს დაუძახე, მასთან შეხვედრა მინდა. კარგი. ხედავ, რომ ჩემი მაგიის მოსწორებას ვცდილობ. კი, ცადეთ, გულფრთხილო ხარ. მე ბევრად უფრო გამოცდილი ვარ, ვიდრე პატარა ელფები. მინდა რომ მათ ჯადო მოუხსნა. შენიცი ამისთვის რას უნდა გააკეთო? ამულეტი გინდა? მიდი აიხე. როგორც იქნა ის დამიბრუნდა, მასთან ერთად ჩემი მაგია გაძლიერდება. ახლა კი მოაშორე ელფებს ჯადო. არა, არ ვაპირებ. შენ დადპირდი. გონია ამ ყველაფრის შემდეგ ერთი ამულეტი საკმარისია ჩემთვის? კიდევ რა გინდა? მე მჭირდება. შენი სული მჭირდება. რატომ? კარგი. ნერი ფერიები ადამიანის სულებს ძლიერი მაგიისთვის იყენებენ. მომეცი შენი სული და მე გავათავისუფლებ ელფებს. არასოდეს. ასია საქმე? ასე რომ ელფებმა ყველაფერი გარესკეს შენთვის და შენ მათ ტოვებ. ეს სიმართლეა. ელფებს დემონური ძაღლისას კი არ შეეშინდათ. მათ გარეშე სამუდამოდ დაიძინებდი. სამუდამოდ? კარგი, გეთახმები. წაიღე ჩემი სული და გაათავისუფლე ელფები. შესანიშნავია. ხელი მომეცი. ლეო, სად ხარ? შენი დახმარება მჭირდება. აჰო. ვინ დატოვა ეს აქ? ვაიმე, ფრთხილად იყავი. ნელა, მე მართლა ძალიან მტკივა. ლეო, ხმა დაიბრუნე? ვაუ! მართალია, სხვათა შორის მხედველობა დაგიბრუნდა. კი, ისევ ხედავ. როგორ მოხდა ეს? რატომ გაქრა ფერიის მაგია? არ ვიცი, იქნებ ჩერიმ გააკეთა რამე? ლეო, რა არის ეს? ისინი რეალურები არ არიან. ადამიანი გოგო? შეუძლებელია. მოდი, ვიპოვოთ იგი და ვკითხოთ. წავედით. ჩერი, აქ ხარ? გოგო, აქ ხარ? კარგი. პატარა ადამიანო, აქ ხარ? მეორე სართულზე ავდივარ. მე ის ვიპოვე! სად? არა, ეს შეუძლებელია. მაგიას ვგრძნობ. ეს
ჯადოსნური ფერი ის სიზმარია. კიდევ ერთი წამალი მოამზადე. არა, წამალი ვერ დაგვეხმარება. რატომ? წინაჯერზე გამოვიდა. მაგია ახლა ძლიერია. როგორც ჩანს, მას სული არ აქვს. სწორია, თქვენმა მეგობარმა სული მომცა, რათა თქვენზე შელოცვა მომოშორებინა. ისევ შენ? მან ეს ჩვენთვის გააკეთა? კი, საწყალი გოგო თავს დამდაშავეთ გრძნობდა და თქვენ ორის გამო თავი გაწირა. ეს სიმართლეა. შენ ხომ ამულეტი დაგიბრუნა? ასე რომ, ბევრი უსიამოვნება შემიქმნა, ამიტომ ერთი ამულეტი არ იყო საკმარისი. კარგი, სასტიკი ხარ. არ ვინდოდა ვინმესთვის ზიანი მომეყენებინა, მაგრამ გოგო მომპარა, თქვენს წინააღმდეგობა გამიძიეთ. ადამიანის სული ღირსეული საზღაურია შექმნილი პრობლემებისთვის. მოიცა, მაგრამ მე მზად ვარ, რომ ერთი პირობით იგი დავაბრუნო. რა პირობით? თუ ეს ვიდეო დააგროვებს 5000 ლაიქს, მაშინ მე მათ ჩემთვის წავიღებ და გოგოს სულს დავაბრუნებ. შევთანხმდით. მოიცა, რაში გჭირდება ლაიქები? მათში განსაკუთრებული მაგიაა, ასე რომ მინდა რომ მე მივიღო. წაიღე ყველა ლაიქი, მაგრამ გოგო გააღვიძე. ნუ ჩქარობ. ჯერ ისინი უნდა შეგროვდეს. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რაც უფრო მეტად დაგვიჭერთ ხარს, ვით უფრო მეტად შევეცდებით და დაწერეთ კომენტარებში თუ რატომ მოგწონთ ჩვენი არხი. ნახვამდის ყველას! ნახვამდის ყველას!